რაც შეეხება 20 ლარის მომატებას პენსიაზე. კიდევ ერთხელ ვიძახი, რომ შორს ვარ იმას რისგან, რომ პენსიის ეს რაოდენობა ბედნიერი წინა პირობაა, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ ასეთ სალმხრივად და კონტექსტიდან ამოგლეჯილად ნუსმოთ კითხვას. პენსიონერს გარდა იმისა, რომ პენსია ფულადი სახით ემატება, მუნიციპალურ და სახელმწიფო დონეზე ძალიან ბევრი დივიდენდებია იგივე ჯანდაცვის მიმართულებით სოციალური ჯგუფების ნაწილში და იგივე ტრანსპორტის და ძალიან ბევრი დივიდენდები, რომელიც ერთად ფულადად ფულში რო გადაიყვანო, ბევრად უფრო მეტია, ვიდრე ჩვეულებრივი ამ წუთას განსაზღვრული ფულადი რაოდენობა. ახლა არ ვიცი, ცოტა მკაცრი ვიქნები, ყოველთვის ვცდილობდი, რომ თავი შემეკავებინა მსგავსი რაღაცებისგან რა. მაგრამ განსაკუთრებით პენსიონერებს რომ ეხება ეს თემა, მაგ შემთხვევაში თავს ვერ შევიკავებ რა. სამწუხაროდ ბებია არ მყავს ცოცხალი არც ერთი მხრიდან, დედა მყავს ცოცხალი და დედაჩემი პენსიონერია და კიდევ ბევრი ადამიანი ჩემს ირგვლივ, რომელსაც აქვს მაგალითად 350 და 400 ლარიანი პენსია თავისი რაღაცა სტაჟის მიხედვით რა. და რომ შევიდეთ პირობითად აფთიაქში რაღაც წამლები, მე პროდუქციას გადავავლოთ თვალი რაღაც პროდუქცია, პლუს ამას პენსიონერი რომელიც მარტო ცხოვრობს და მას აქვს კომუნალური გადასახადები და გაზ და კაციშვილი დამხმარე არ ყავს, 350 ლარი და 400 ლარით ქალბატონი ირმა ამბობს, რომ გაცილებით ბევრი დივიდენდები აქვსო პენსიონერს ვიდრე ეს თანხაო. რომელ დივიდენდებზე საუბრობთ? კი ბატონო, დაფინანსება ოპერაციის, კი ბატონო, დაფინანსება ნაწილობრივ წამლებზე, მაგრამ ისწავლები ექიმებმა თუ გამოგიწერეს, რომელიც შენს დაფინანსებაში არ შედის, კოლოსალური ციფრები ღირს. მიმართავ ბატონ ჩვენს პრემიერ-მინისტრს რა. აი ადამიანურად გთხოვ რა, გამონაკლისი დაუშვი საქართველოს პარლამენტში. ამას ჩამოუყვანეთ ხელფასი 350 ლარზე და მიეცით სარგებლობა დივიდენდებით. გთხოვთ რა და მე ვნახოთ როგორი ცხოვრობს ეს. სწორი კითხვა დაგისვეს ზემოთ. ნამდვილად. აი თქვენნაირმა გამპრავებელმა დაღუპა ბიძინა ივანიშვილი. პირდაპირ გეუბნებით. თქვენს გამო, თქვენნაირად მოაზროვნე ადამიანების გამო ის კაცი ხებულობს ამდენ შეურაცხყოფას. აი თქვენ რომ პარლამენტში გამოდიხართ და მსგავს პასუხებს სცემთ თქვენს ოპონენტს. არ აქვს მნიშვნელობა ის ვინ არის რა ამ შემთხვევაში ვინც ის. ჩემი როგორც მოქალაქის მე რომ პენსიონერად თავი წარმოვიდგინო, ჯერ არ გავსულო პენსიაში. და თუნდაც რომელიღაცა ოპოზიციის სპექტრმა გამოიტანა ეს თემა სააშკარაოზე და შენიშვნა მიცა ხელისუფლებას. თქვენს პასუხს მე ვერ მივიღებ და მით უმეტეს ასეც არ მინდა შეურაცხყოფა მოგაყენოთ რა. იმის ნაცვლად რომ ცოტა შეარბილოთ, ცოტა თავმდაბლურად თქვათ რომ კი ბატონო დაბალია, მაგრამ ეს ბიუჯეტი ჯერჯერობით ამას წვდება, ამ დღეს ამ ბიუჯეტის მოცემულობით ჩვენ მეტი არ შეგვიძლია, მაგრამ ვიცით ეს ყველაფერი რომ მოსამატებელი და ცხადია. თქვენ გამოდიხართ და უტიფრად დივიდენდობაზე საუბრობთ. 350 ლარიან მქონე პენსიონერს. თალხედობაა და მეტი არაფერია ესა. თქვენ არ გინახიათ ეთყობა პენსიონერები, რომელსაც არც შვილი ყავს, არც მომვლელი ყავს და არავის არ ყავს და მარტო სული ცხოვრობენ. თქვენ არ გინახიათ ეს პენსიონერები. თქვენნაირები უტეხავენ ზუსტად ქართულ ოცნებას სახელს. თქვენნაირი ადამიანები. თქვენს გამოღებულობს ბიძინა ივანიშვილი ამდენ შეურაცხყოფას. თქვენი განცხადებების გამოღებულობს ზუსტად. ვითმინე, მაგრამ ვერ მოვითმინე. ვერ მოვითმინე, იმიტომ რომ ტკივა ყველა პენსიონერი. რომელ დივიდენდობაზე ესაუბრებით პენსიონერს? და სინდისი და ნამუსი იქონიეთ ქალბატონო. თქვენი მომხრე კი ვარ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ყველაფერზე თავი გიქნიოთ. და როცა პენსიონერებს ეხებით, დივიდენდობას თავი დაანებეთ. ევროპაში რო გვინდა შესვლა 1500 ევრო აქვს ევროპელ პენსიონერს და ყველაფერი უზრუნველყოფილი აქვს. თავისი ცხოვრება უზრუნველყოფილი აქვს. და საოცარი სადაზღვევო სისტემა აქვს. და თქვენ 350 ლარიაზე დივიდენდობაზე გამოიძახეთ და თუმე სხვა ყველაფერს უფრო მაგათ აფინანსებთ. ესაც ეყარ უნდა გააკეთოთ 21 საუკუნეში. რატომ აიძულებთ რომ მე თქვენ სხვანაირად გითხრათ? შენნაირები უტეხავს ზუსტად ივანიშვილს სახეს. შენნაირები დიდი ნდობის შედეგად რომ მოიყვანა ხელისუფლებაში და მისიანებმა რომ გაწირეს ისევ. მეწოდება ეგ კაცი თქვენნაირების ხელში.
23 ლარი ღირს ყველი ბაზარში და 3 ლარი ღირს ჩაკარი და 350 ლარი უნდა ირჩინოს პენსიონერმა თავი და კომუნალურები გადაიხადონ. რა სითავ ხედეა? სწორი კითხვები და მოგცათ იმ ქალბატონმა ოპოზიციაში ვიცა. მე რა ვისი წარმომადგენელია? გააჟღერა ხალხის სათქმელი, თუნდაც აფერისტულად გააჟღერა. გითხრა სათქმელი, იცი რა ხდება სინამდვილეში? საქართველოში სანამ ადამიანები არ ისწავლიან ერთმანეთის პატივისცემას, არ აქვს მნიშვნელობა რომელი პოზიცია იქნება ეს. დამიჯერეთ მეგობრებო, ეს ქვეყანა ვერასოდეს ვერ განვითარდება. რომელ დემოკრატიულ პრინციპებზე ვსაუბრობთ, როდესაც ქალი ხელისუფლების წარმომადგენელია 11500 ლარს ღებულობს პარლამენტში. ხელფას მაინც ცოტა შეარბილეთ და ცოტა აფერისტობა მაინც გამოიყენე ქალბატონო და ცოტა რბილად მაინც თქვი. ისეთ დაზაფრულ ხალხს რატო გვამხედრებ? მე ხომ შენი ამომრჩეველი ვარ. მე ხომ შენ გიჭერ ამდენი წლების განმავლობაში მხარს. მე ხომ შენს გამო გადავეკიდი ამდენი ადამიანი. იცი რამდენ შეურაცხყოფას გაუძელით? იცი რამდენია ჩემს დღეში რომელიც ქართულ ოცნებას მხარს უჭერს და რამდენი შეურაცხყოფა მოვიტმინეთ თქვენს გამო? რამდენი ადამიანის შეურაცხყოფა მოვიგინეთ და შენ ჩემს მიერ არჩეული ხელისუფლების წარმომადგენელი ამას უნდა სცემდე პენსიონერს პასუხს სითავ ხედია და მეტი არაფერი.